Საღამოშიდობისა, დარიოს ისტორიკოსთა კლუბი კვლავ ეთერშია და დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს საინტერესო თემით, ძალიან მნიშვნელოვანი თემით ბატონი დიმიტრი შველიძე. დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი. ეს ყველაფერი ხდება დავით ჯაფალიძის დამსახურებით, ორგანიზებით, მოლაპარაკებით, თხოვნით, თემების შერჩევით. რატო? მადლობა დროისთვის და ენერგიისთვის და გადმოგცემ შენ სიტყვას დღევანდელ თემაზე და ჩვენი სტუმრის წარდგენისათვის. დიდი მადლობა. საღამოშიდობის. დღეს ჩვენთან სტუმრად ვზანდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ბატონი დიმიტრი შველიძე. ბატონი დიმიტრი მუშაობს დიდი ხანია უკვე 10 წლებია ამ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაზე და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კვლევის ავტორია და არაერთი მონოგრაფიის. დღეს იქნება საუბარი ვარლამ ჩერქეიშვილზე. ეს ადამიანი ძალიან ამბობდით სანამ ეთერში შემოვიდოდით, რომ რაც უფრო მეც ვიგებ ამ ადამიანზე, მით უფრო მეტი მოდიდებისა და პატივისცემით ვიმსჯელები მეთქი მის მიმართ. ნამდვილად დამსახურებულად. მე არ მიყვარს ეს აღმატებული ლაპარაკი, მაგრამ ეს ადამიანი ყველანაირ იმას იმსახურებს, ქებადიდებას თავისი ცხოვრებით. ამაზე ბატონი დიმიტრი ლაპარაკებს. ეს კაცი იყო საინტერესო ადამიანი. კახელი თავადიშვილი 1846-ია დაბადებული და 1925-ში გარდაიცვალა. იყო ანარქისტი. ესეთ ანარქია ითვლება, რომ არის რაღაც არეულდარელობა და ქაოსი, მაგრამ იყო ესეთი ანარქისტული მოძრაობა, ამაზე მე ბატონი დიმიტრი გვეტყვის, რომლის ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ ორი ქართველი მოღვაწე, მიხა გუწერეთელი და ვარლამ ჩერქეზიშვილი. და საინტერესო ის არის, რომ ანარქისტები ეროვნულ საკითხებს არ იხილავდნენ და მათ ეს არ აინტერესებდა და არ აწუხებდა. და ეს ორივე ქართველი იყვნენ ამავე დროს პატრიოტები ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. და ამ ადამიანის შესახებ ბატონ დიმიტრის შრომით და მეშვეობით გამოსულია ორი წიგნი. ერთი არის რომელსაც ქვია აი ვინ იყო ქართველნო ვარლამ ჩერქეზიშვილი. ჩანს ხო? ჩანს კარგად? აი ეს და მეორე ეს არის ვარლამ ჩერქეზიშვილის თხზულებანი. ეს ადამიანი იყო ესეთი პოლიტიკოსი, იყო ამ დროს იყო ძალიან სერიოზული პუბლიცისტი და უამრავი წერილი აქვს დაწერილი და გამოქვეყნებული ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ევროპაში როცა იყო იმიგრაციაში, როცა ემალებოდა რუსეთის ჟანდარმერიას, იქ მუშაობდა და ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, მრავალ სასარგებლო ინფორმაციას აწვდიდა ილიასა და სხვა ქართველი 19-20 საუკუნის მოღვაწეების პრესას. ეხლა ვთხოვ ბატონ დიმიტრის, რომ ისაუბროს იმ ვარლამ ჩერქეზიშვილზე, ვინ იყო და რა იყო, რომ ვიცოდეთ ქართველებმა ამ ადამიანის შესახებ. კი ბატონო, დიდი მადლობა მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. ვარლამ ჩერქეზიშვილზე რაღაც თემები უნდა გამოვყოთ და გარკვეულ თემებს მივაქციოთ ყურადღება, თორემ ის იმდენად მრავალმხრივია, რომ ზოგადი საუბარი ნაკლებად გამოგვივა. ყოველ შემთხვევაში ერთ საოცარ გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი. დაახლოებით 80-იანი წლების ბოლომდე და 90-იანი წლების დასაწყისამდე ეროვნული მოძრაობის აღმავლობისა და დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე საქართველოს ისტორია არ იცნობდა იმ უამრავ ადამიანს, უამრავ დიდებულ ქართველ მოღვაწეს, რომელთა სახელები დღეს საკმაოდ და კარგად არის ცნობილი. ეს იყო დაკარგული თაობა მაშინდელი ქართველი საზოგადოებისათვის და ეხლა რა გასაოცარია, რომ წარმოვიდგინოთ, თუნდაც ჩვენი ისტორია
თუნდაც ვალამ ჩერქეზიშვილის, არჩილ ჯორჯაძის, აკაკი ჩხენკელის, ევგენი გეგეჭკვრის, ჯორდანიას და მთელი თუნდაც მეხაკო წერეთლის და ასე შემდეგ მათი რიცხვი ათეულობით არის და შეიძლება 100-ს გადააჭარბოს, რომ ეს სახელები დაკარგული იყო ქართული საზოგადოებისათვის და ჩვენი ისტორიისათვის. რა ჭკვიანი კოლონიზატორები იყვნენ 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ეპოქაში, რომ პირველ რიგში სწორედ ის დაავიწყეს და ის ხალხი დაავიწყეს ქართულ საზოგადოებას, რომელზედაც დაშენებულია მთელი ეროვნული ცნობიერება. აი სწორედ ამ გარემოებას ეხება ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები თუ ისტორიას დაკარგავს ერი, აი სწორედ მაშინ იწყება მისი გათახსიერება. დაახლოებით ეგეთი პერიფრაზი აქვს. მე პერიფრაზს ვამბობ. აი ამ 30-40 წლის მანძილზე ეს სახელები დაუბრუნდა ქართულ საზოგადოებას, როგორც სიტყვი ამ ისტორიულ მეხსიერებას და ვალამ ჩერქეზიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც დაბრუნებული პიროვნება, დაბრუნებული თაობის წარმომადგენელი შეიძლება ვუწოდოთ. ეს იყო რამდენიმე ათეული წლის წინ. ისმის არა თუ არა ვცდები უკაცრავად. კი, კარგად ისმის. დიახ. დაახლოებით 30-40 წლის წინ პალატა გოგუშვილმა ძალიან პატარა ბროშურა გამოსცა მარქსიზმი და ქართული საზოგადოება. ნუ სულ სხვა თემას ეხებოდა. მაგრამ სკოლიოში წავიკითხე ესეთი ფრაზა. ვალამ ჩერქეზიშვილი საერთაშორისო ანარქიზმის ერთ-ერთი ლიდერი. ეს იმდენად სახელიც გაუგებარი იყო ჩემთვის, უცნობი. თვითონ ის ფრაზაც აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ესე იგი ეს ხდება დაახლოებით აი ახალი დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი. ეს სახელიც უცნობია ჩემთვის და მით უმეტეს თუ საერთაშორისო რაღაცა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. აი ეს გარემო ეს ეპიზოდი იმიტომ გავიხსენე, რომ აქედან იწყება ჩემი შეიძლება ითქვას ძალიან დიდი დაინტერესება. გავიკითხეთ ჩემს მეგობრებში, ჩემს თანაკურსელებში, არავინ არ იცოდა. ვკითხე ერთ-ორ ლექტორს, რომელმაც მხოლოდ ის მიპასუხეს, რომ ეს იყო ანარქისტი, რომელსაც აკრიტიკებდა იოსებ სტალინი. მეტი არაფერი არ იცოდნენ ამ პიროვნების შესახებ და რა თქმა უნდა, თუ სტალინი აკრიტიკებდა და ლენინი აკრიტიკებდა, მაშინ ესე იგი მეტი რო არ იცოდნენ, სავსებით ადვილი გასაგებია და ვერც ვერაფერი მიმითითეს, რომ რამე უფრო მეტი გამეგო. ამიტომ დავრჩი ესე ინფორმაციის გარეშე და იძულებული ვიყავი, რომ მე თვითონ გამეგრძელებინა კვლევა, ძიება, აი როგორც დეტექტივები იწყებენ რაღაც დამალული ფაქტის და გარემოებების კვლევას, დაახლოებით ისე დავიწყე მეც ძიება. თემაც ისეთი მქონდა აღებული სადისერტაციოდ, რომ აი ეს თემა უფრო მეტად დამეხმარა. მე მქონდა სადისერტაციოდ აღებული სოციალისტ ფედერალისტების პარტიის კვლევა და ოღონდ მაშინ ეს აკრძალული თემა იყო. ამიტომ ესე იგი სახელით ცოტა სხვანაირი ქონდა. ყოველ შემთხვევაში ამ თემის დამუშავების დროს ნელა წლობით, თვეობით წლების განმავლობაში ჩემთვის გადაიშალა მართლაც უზარმაზარი პიროვნება, რომელიც იყო მართლაც საერთაშორისო ანარქიზმის ერთ-ერთი ლიდერი და რაც ყველაზე საოცარია, მოგეხსენებათ, რომ ანარქიზმი ისეთი მოძღვრებაა, რომელიც უარყოფს ყოველგვარ სახელმწიფოს, მათ შორის ეროვნებებსაც უარყოფს, ეს ძალიან კოსმოპოლიტური მოძღვრებაა, მათთვის ერები და ეროვნებები ეს უბრალოდ ეროვნული კედლებია, რომლებიც ერთმანეთისაგან ყოფენ ერებს და ხალხებს. მათი იდეალი არის ერთი ხალხი, ერთი სახელმწიფო, ერთი ერი. მაგრამ ეს მათი იდეალია. ზოგადად კაცობრიობა, ხო? ბატონო? ზოგადად კაცობრიობა.
ხო, ყოველ შემთხვევაში ასეთი იდეალი აქვს, მაგრამ დღესაც არიან ანარქისტები, აი ეს ცნობილი ანტიგლობალისტური მოძრაობა როა, ეს საკმაოდ პოპულარული და დიდი მოძრაობაა დასავლეთში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, აი ამ ანტიგლობალისტების ერთ-ერთ ბირთვს წარმოადგენენ ანარქისტები და ეს იდეალები მათთვის რჩება იდეალებად. მაგრამ აი ყველაზე დიდი საოცრება და ჩვენთვის და ჩემთვის თავის დროზე დიდი სიურპრიზი ის იყო სასიამოვნო სიურპრიზი, რომ ვალამ ჩერქეზიშვილი იყო არა მარტო ანარქისტი, არამედ უპირველეს ყოვლისა თავისი ქვეყნის დიდი გულშემატკივარი და თავისი ქვეყნის ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის დიდი მებრძოლი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა აი ამ ეროვნულ მოძრაობაში. ჩვენ შეიძლება ცოტა დრო დაუთმოთ, თქვათ, როგორც ანარქისტს, როგორც მსოფლიოში ცნობილ ადამიანს და მეორე თემას შევეხოთ, როგორც პატრიოტს, როგორც მამულიშვილს რა გააკეთა მან ჩვენი ეროვნული მოძრაობისათვის და ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის, რომელშიც მან ცხოველი მონაწილეობა მიიღო. პირველ რიგში როგორც ანარქისტი. იგი 1866 წელს რუსეთში რევოლუციური მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი გადაასახლეს ჯერ ერთხელ 8 თვით, მერე კიდევ რევოლუციური მოძრაობაში მონაწილეობისათვის კიდევ უკვე 5 წლით ციმბირში. 20 წლის აიყო მაშინ, ხო? 66-ში. მაშინ იყო 20 წლის, კი და უფრო ადრე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, 18 წლის. მაგრამ რო გამოვიდა განაგრძო ის საქმე და 5 წლის გადაასახლეს სამრაც უბედურებაში ციმბირში, ტიუმენის ოლქში. უცნაური ის არის, რომ ეს ვადა გასული იყო და დღეს თუ ხარ დაუბრუნებული იყო სამშობლოში, მაგრამ ეთყობა ესე აეწყო ეს საქმე, ეთყობა რაღაც სხვა გარემოებები ჩაერია, რომ აი ამ უკანასკნელ წელს ის გაიქცა ევროპაში და დაიწყო მისი ეგრეთ წოდებული განდეგილობისა და გახიზნულობის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ემიგრანტული პერიოდი ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრების. აი იქ დაუახლოვდა ესე იგი ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა რუს ემიგრანტებს, იმიტომ რომ რუსულ გარემოს ის უფრო კარგად იცნობდა, მაგრამ პირველი 1-2 წლის მერე ლონდონში ცხოვრების მერე ის დაუახლოვდა სწორედ მსოფლიო ანარქიზმის ლიდერებს. ყველაზე ხელმძღვანელობას, აი როგორც იტყვიან, ანარქისტულ ნაღებს. მე შემიძლია რამდენი სახელი დავასახელო, ჯეიმს გილიომი, პეტრე კროპოტკინი, რაც მთავარია, საერთოდ მსოფლიო ანარქიზმს 3 გამორჩეული ლიდერი ყავს, იდეოლოგი. პირველი გახლდათ ფრანგი პიერ ჟოზეფ პრუდონი, რომელმაც განთქმული ნაშრომი დაწერა, საყოველთაოდ ცნობილი საკუთრება როგორც ქურდობა. იგი ასაბუთებდა, რომ ყოველგვარი საკუთრება, კერძო საკუთრება არის მეტი არაფერი თუ არა ქურდობა. მეორე ლიდერი გახლდათ რუსი ემიგრანტი რევოლუციონერი მიხეილ ბაკუნინი და მესამე იდეოლოგი, ყველაზე მეტი ვინც გააკეთა იდეოლოგიური მიმართულებით, ეს გახლდათ პეტრე კროპოტკინი, რომლის უახლოესი მეგობარი გახდა ვარლამ ჩერქეზიშვილი. მე მაქვს რუსეთში, მოსკოვში ერთ-ერთი მილინების დროს ნანახი დიდი სქელი წიგნი, რომელიც ვარლამ ჩერქეზიშვილმა გამოსცა 1915 წელს. მე შეიძლება წლებში აქეთ-იქით ვიმოგზაურო. 1915 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილმა გამოსცა ბაკუნინის თხზულებათა პირველი ტომი. აი ეს ტომი ვნახე იშვიათ წიგნთა მუზეუმში და მას ამშვენებს წარწერა. კროპოტკინის უჩუქებია, ესე იგი ჩერქეზიშვილისათვის. პირიქით უნდა მომხდარიყო
უცნაურია. ესე იგი, ჩერქეზიშვილმა გამოსცა და წარწერიდან ვიგებთ, რომ კროპოტკინმა აჩუქა ჩერქეზიშვილს. ეს დიდი საიდუმლოება არ არის, უცნაურობა არ არის, მაგრამ ის წარწერაა საყურადღებო. ჩემს უახლოეს მეგობარს ვარლამ ნიკოლოზიძე ჩერქეზოვის სახელით იცნობდნენ ემიგრაციაში. ვარლამ ნიკოლოზიძე ჩერქეზიშვილს ჩვენ ქართულად ვთარგმნოთ. ანუ ესე იგი ვარლამ ჩერქეზიშვილი რამდენიმე მამის სახელით არის ცნობილი. გოჩაფერაძე, ბატონი გოჩაფერაძე, რომელიც ჩემსავით ჩერქეზოველია, ჩერქეზოვისტია, ის გახლავთ იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და თავდავიწყებით უყვარს ვარლამ ჩერქეზიშვილი და მან ბევრი რამ გააკეთა ჩერქეზიშვილის სახელის უკდავსაყოფად. მისი გამოვისობით და ინიციატივით დაერქვა ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას. კი ბატონო, იმიტომ გავიხსენე ბატონი გოჩა და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. პეტრე კროპოტკინის მარჯვენა ხელს ეძახდნენ ვარლამ ჩერქეზიშვილს რუსულ ემიგრაციაში და მსოფლიო ანარქისტულ მოძრაობაში, იმიტომ რომ კროპოტკინი უფრო როგორც იდეოლოგია თეორეტიკოსი იყო ცნობილი, ჩერქეზიშვილი უფრო პრაქტიკოსი, როგორც იტყვიან, ის იწვევდა მსოფლიო კონგრესებს, მსოფლიო სოციალისტურ კონგრესებს, ანარქისტულ კონგრესებს, აორგანიზებდა, სცემდა გაზეთებს, რამდენიმე ანარქისტული მსოფლიო მასშტაბის გაზეთი გამოდიოდა ვარლამ ჩერქეზიშვილის ინიციატივით და მასში უამრავი წერილები აქვს და თვითონაც ესე იგი ერთ-ერთი თეორეტიკოსი იყო. ეს ყველაფერი არის შესასწავლი, იმიტომ რომ მე ბევრის კვლევა დამჭირდა, კი ბატონო. ის თქვენ რო აჩვენეთ, ესე იგი 2001 წლის გამოცემა, 2001 წელს ის პირველი გამოცემა იყო და მეორე გამოცემა, რომელიც დამატებითი მასალებით შეივსო, ეს გამოვიდა უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა სულ რამდენიმე წლის წინ. ეს იყო მეორე გამოცემა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაირკვა, ბიოგრაფია დაიწერა საკმაოდ დეტალური, მისი მემკვიდრეობა ბევრად უფრო დიდია. შეიძლება ბიოგრაფიისათვის ბევრი საჭირო აღარ იყოს რაიმეს დამატება, მაგრამ აი მისი მემკვიდრეობა ბევრი გამოსაკლევი. მე ჩემ სტუდენტებთან ერთად, ჩემი ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა ვარლამ ჩერქეზიშვილის თხზულებათა პირველი ტომი. ამ პირველ ტომში დაიბეჭდა მხოლოდ ქართულად გამოქვეყნებული ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაშრომები. ჩვენ ახლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ მეორე თემაზე, იმიტომ რომ თავისთავად მივადექით ილია ჭავჭავაძის პიროვნებას. ილია ჭავჭავაძეს მართალი რომ გითხრათ და ეს საიდუმლოება არ არის, არ უყვარდა რევოლუციონერები. მაინც და მაინც, დიდად არ სწყალობდა ესე იგი რევოლუციონერებს. მას უფრო რევოლუცია დამანგრეველ ფენომენად მიაჩნდა, მას მიაჩნდა, რომ ესე იგი კაცობრიობა ევოლუციური გზით უნდა განვითარდეს, ეს უფრო კანონზომიერია, მაგრამ აი ყველაზე დიდი საოცრება ის არის, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილი მისთვის გამონაკლისი პიროვნება იყო რევოლუციონერებში, დიდად აფასებდა მას, დიდად პატივს სცემდა და ამისი დასტურია ის, რომ აი ამ დევნილ კაცს, რომელსაც მთელი მეფის რუსეთის ჟანდარმერია და პოლიცია სანთლით დაეძებდა, აი ამ ესე იგი ანარქისტები ყველაზე უკიდურესი რევოლუციონერები არიან. აი ამ კაცს მან რამდენიმე ათეული სტატია დაუბეჭდა თავის განთქმულ სახელგანთქმულ ივერიაში. რა თქმა უნდა, ფსევდონიმით. ვარლამ ჩერქეზიშვილის ფსევდონიმი იყო ვაზიანი, ამ ფსევდონიმით აქვეყნებდა ის ივერიაში სტატიებს, წერილებს, სერიალებს,
მაგრამ ეს მაინც საშიში იყო, იმიტომ რომ ხო შეიძლებოდა ესე იგი რომ მეფის კონტრდაზვერვას დაედგინა ვინ იყო ვაზიანი. მაგრამ ვერ დაადგინეს ეთყობა ჩერქეზიშვილი ძალიან ძლიერი კონსპირატორი იყო. და ამაზე მეტყველებს რა რომ მეფის ჟანდარმერიის ცნობებით მან ვარლამმა კროპოტკინთან ერთად დააარსა ეგეთი საზოგადოება. უბრალოდ არალეგალური რევოლუციური ორგანიზაცია დიახ აგერ ივერიას ვხედავთ ამ რევოლუციური ორგანიზაციას ერქვა ანტიპოლიციური ლიგა. ანუ ეს რა იყო? ანუ ემიგრაციაში ეს იყო საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში და საზღვარგარეთ დაეძებდა რუსულ საიდუმლო სამსახურებს და რუსულ კონტრდაზვერვის სამსახურში მყოფ ადამიანებს. ესე იგი, ეს იყო კონტრდაზვერვა, რევოლუციური კონტრდაზვერვა რუსეთის პოლიციისა და ჟანდარმერიის წინააღმდეგ. კონტრდაზვერვის კონტრდაზვერვა. კონტრდაზვერვის კონტრდაზვერვა. საოცარი ამბავი, ესე იგი, რომ იმდენი შეიძლება და იმდენი რესურსი ჰქონდათ რევოლუციური ემიგრაციაში და თან აი ეს ორი კაცი ედგა სათავეში, მაშინ ბევრი სხვა რევოლუციონერი შედიოდა და მათი გამოისობით იქნა გამომხელელი, გამჟღავნებული არაერთი ისეთი რევოლუციონერი, ძალიან ცნობილი რევოლუციონერი, რომელიც აღმოჩნდა მეფის აგენტი. აი რაღა შორს წავიდეთ და აი ცნობილი ევნო აზეფი, რომელიც წლების განმავლობაში იყო რუსეთის ერთ-ერთი უძლიერესი პარტიის, რუსეთის სოციალისტ რევოლუციონერთა პარტიის, როგორც იტყვიან, ცენტრალური კომიტეტის წევრი და რომელიც იყო აი სამხედრო ჯგუფების მეთაური, მოგეხსენებათ ესერებს ძალიან ძლიერი სამხედრო ორგანიზაცია ყავდათ, აი ამ ორგანიზაციის მეთაური იყო ევნო აზეფი. და კროპოტკინმა და მისმა მეგობრებმა, რა თქმა უნდა, ჩერქეზიშვილმა და სხვებმა, აი ეს ევნო აზეფი გამოამჟღავნეს როგორც მეფის აგენტი. ეს ძალიან დიდი სკანდალი იყო რევოლუციურ ემიგრაციაშიც და რუსეთის რევოლუციურ რეალობაშიც და მერე ის ევნო აზეფს ტერორი დაუნიშნეს, ის ბოლოს და ბოლოს მოკლეს, ესე იგი, რამდენიმე წლის მერე. მაგრამ ლენინი ვერ ამხილეს. ლენინი ახლა ამ საქმეში არ ერია. როგორც იტყვიან. მაგრამ ამ ყველაფრის შემსწრე იყო, რა თქმა უნდა. ამ ყველაფრის შემსწრე იყო. მაგრამ დაუბრუნდეთ იმ თემას, რომ აი ეს ვაზიანი, რომელსაც 50-ზე მეტი წელი გამოაქვეყნა ივერიაში, უпростоროდ მარტო ივერიაში რამდენიმე ათეული და მერე ივერიის მერე, როდესაც ივერია დაიხურა 1896 წელს, მერე კი აღდგა, მაგრამ ილია ჭავჭავაძე თითქმის აღარ იღებდა მის გამოცემაში მონაწილეობას. მერე ვალამ ჩერქეზიშვილმა სტატიების გამოქვეყნება გააგრძელა მეორე ქართულ გაზეთში, ცნობის ფურცელში, ძალიან პოპულარულ გაზეთში. რას ეხებოდა ეს წერილები? ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა წარმოვადგინოთ ვალამ ჩერქეზიშვილი როგორც უპირველესი ევროპეისტი ქართულ საზოგადოებაში. მასზე ადრე შეიძლება მხოლოდ ნიკოლაძე დავასახელოთ. მაგრამ ნიკოლაძეს გზა აი სწორედ ვალამ ჩერქეზიშვილმა გააგრძელა. რასაკეთებდა ამ სტატიებში ის ევროპას უწევდა პოპულარიზაციას და ევროპის ყველანაირი ცხოვრებისა და რეალობის კუთხეს, რაც სამაგალითო იყო ქართველი საზოგადოებისათვის. ეს ილია ჭავჭავაძის დიდ ყურადღებას იპყრობდა, იმიტომ რომ ამ სტატიებში ვალამი ეხებოდა სოფლის მეურნეობის საკითხებს, მაგალითად
ბელგიაში, ჰოლანდიაში, ბრიტანეთში როგორ წარმოებდა სოფლის მეურნეობის საკითხები, მოსავლის დათესვა, მომკა, მოსავლის მოყვანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორი იყო ევროპული ხელოვნება, როგორი იყო ევროპული მხატვრობა, მწერლობა, პოლიტიკური პარტიები, მოკლედ რეალობის ყველა დარგს ეხებოდა ვალამის წერილები. ამიტომ და მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი ვალამ შერქეზიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ილია ჭავჭავაძეს და ქართულ საზოგადოებას ვანო მაჩაბელთან ერთად გააცნო მარჯორი უორდროპი, როგორც მთარგმნელი და როგორც ქართული კულტურის დიდი მოამაგე. მანვე გააცნო ქართულ საზოგადოებას მისი ძმა, მარჯორი უორდროპის ძმა, სახელგანთქმული ჩვენი ქართველი ხალხის დიდი მოამაგე ოლივერ უორდროპი. ოლივერ უორდროპმა 1888 წელს გამოსცა წიგნი. საინტერესო სათაური აქვს, ორი სათაური აქვს. ერთი დიდი სათაური საქართველოს სამეფო, მაგრამ მერე შიდა სათაური აქვს ოლივერ უორდროპის წიგნს. მოიცათ უკაცრავად ზუსტად გავიხსენო ქალების ღვინისა და სიმღერის ქვეყანა. მე მგონი სწორი კვალიფიკაცია გააკეთა რა მეგობრებო. ესე იგი ქალების ღვინისა და სიმღერის ქვეყანა. ნუ ეხლა მარტო ეს არ იყო რა თქმა უნდა იმ წიგნში. ეს წიგნი იმიტომ გავიხსენე რომ ამ წიგნის შინაარსი სერიალებად დაიბეჭდა, ესე იგი წერილები კრებულის სახით და იმ პირველი წერილი სად დაიბეჭდა, იქვე დაიბეჭდა ვალამ ჩერქეზიშვილის წერილი ინგლისურად რუსეთის დიახ ოლივერს ვხედავთ რუსეთის მფლობელობა საქართველოში დაახლოებით ეგეთი სათაური ჰქონდა. ვალამ ჩერქეზიშვილმა ეროვნულ მოძრაობაში შეიტანა ის მოტივი და ერთ-ერთი ძლიერი მიმართულება, რომ მისი კონცეფცია შემდეგში მდგომარეობდა. ჩვენ ქართველები და საქართველო თავდაპირველად რუსეთს არ დაუპყრია. ჩვენ მას შეუერთდით როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის გულისხმობდა გეორგიევსკის ტრაქტატს, მართლაც ასე მოხდა, ესე იგი მის რუსეთის მფარველობაში ჩვენ შევედით როგორც სახელმწიფო. არა, ქართლ-კახეთის სამეფო იყო სახელმწიფო. ამიტომ მე ის უკვე აღარ ეხებოდა იმ გარემოებას, როცა რუსეთმა დაგვიპყრო უკვე 1801 წელს. მისთვის საინტერესო იყო გეორგიევსკის ტრაქტატი, ის 801 წელს არ ამახვილებდა ყურადღებას. მის მთავარი იყო იმიტომ, რომ ჩვენ უფლება გქონდა, რომ იურიდიულად და სამართლებრივად დავყრდნობოდით აი იმ გეორგიევსკის ტრაქტატს და მოგვეთხოვა საერთაშორისო სამართლისათვის, რომ დაებრუნებინა, დაგხმარებოდა ჩვენ ისტორიულ უფლებაში დაუბრუნებულიყავით იმ რეალობაში, როცა ჩვენ სახელმწიფო ვიყავით. აი ამ კონცეფციის ქადაგება დაიწყო, ესე იგი ვალამ ჩერქეზიშვილმა ქადაგებას მე პროპაგანდას ვეძახი და მან უამრავი მიმდევარი გაიჩინა ქართულ ეროვნულ მოძრაობაში, მათ შორის პირველ რიგში ილია ჭავჭავაძე. ერთ-ერთი ცნობილი მოღვაწე ალექსანდრე ჯაბადარი, რომელიც ფედერალისტური პარტიის თავმჯდომარეც იყო გარკვეულ პერიოდში, თავის მოგონებებში, რომელიც უკვე 1930-იან წლებში ნათოფში გამოაქვეყნა, პირდაპირ წერდა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ვალამ ჩერქეზიშვილის კონცეფცია და ინიციატივას მხარი დაუჭერა. ეხლა ერთ-ერთი კი იყო, მაგრამ ის ილია ჭავჭავაძე იყო და არა ვინმე სხვა. ამ ხელა მხარდამჭერი გამოუჩნდა პირველივე ნაბიჯებიდანვე ვალამ ჩერქეზიშვილის ინიციატივას და უკვე 900-იან წლებში აი ამ კონცეპტუალურ
ინიციატივას ძალიან ბევრი მომხრე აღმოაჩნდა და სწორედ ამან გამოიწვია ის გარემოება, რომ როდესაც 1907 წელს ვალამ ჩერქეზიშვილმა ახლა უკვე ძირითადად მის ეროვნულ საქმეებზე ვსაუბრობთ, მან თავის უახლოეს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად და პირველ რიგში მე დავასახელებ რა თქმა უნდა მიხეილ წერეთელს. მიხეილ წერეთელი მაშინ უფრო მიხაკო წერეთლის სახელით იყო ცნობილი. ჩვენთვისაც მიხაკო წერეთელია. სამეცნიერო წრეებში ახლა ქალბატონი მაია ღამბაშიძე, რომელიც მუშაობს მიხაკო წერეთელზე როგორც აღმოსავლეთ მცოდნეზე, როგორც ხეთოლოგზე, ის ამზადებს წიგნს ნაშრომს მიხაკო წერეთლის სამეცნიერო მემკვიდრეობის შესახებ და რა თქმა უნდა მის წიგნში მიხეილ წერეთელი ფიგურირებს. თუმცა მიხაკოც იხსენიება. მოკლედ, აი ამ მიხაკო წერეთელთან ერთად და ძალიან ცნობილ ქართველ მოღვაწესთან გიორგი გვაზავასთან ერთად მან ვალამ ჩერქეზიშვილმა სპეციალური პეტიცია შეადგინა, აი ეს ცნობილი პეტიცია, სადაც ესე იგი მოკლე შინაარსი ის არის, რომ ეს პეტიცია უჩივის ნიკოლოზ მეორეს და რომანოვების დინასტიას, რომ მათ მიიტაცეს ქართული სახელმწიფო და ეს პეტიცია იწერება ჰააგის საერთაშორისო კონფერენციის სახელზე. საქმე იმაშია, რომ 1907 წელს და ეს ვალამისათვის უფრო ადრე იყო ცნობილი, აგვისტოში უნდა შემდგარიყო და შედგა კიდეც ჰააგის მეორე სამშვიდობო კონფერენცია. ამ სამშვიდობო კონფერენციას ეს უდიდესი ფორუმი იყო. მაშინ საერთაშორისო კონფერენციებიდან ალბათ ეს ყველაზე მრავალფეროვანი და ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, იმიტომ რომ 44 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აი ამ კონფერენციას წარუდგინეს ეგრეთ წოდებული საქართველოს პეტიცია, ანუ საჩივარი ნიკოლოზ მეორისა და რომანოვების დინასტიის წინაშე. და საერთაშორისო სამართალს თხოვდნენ, როგორც წეგან მოგახსენეთ, რომ დახმარებოდნენ ევროპელები ქართველ პატრიოტებს, რათა აღედგინათ ქართული სახელმწიფო. ახლა საქმე იმაშია, რომ ის სამშვიდობო კონფერენციაში ერთ-ერთი კონფერენციის მოწვევის ერთ-ერთი ინიციატორი რუსეთის მხარე იყო და ჩვენთვის ცნობილი ისტორია გათამაშდა. რას ვგულისხმობ? ეს პეტიცია 44-ვე სახელმწიფოს წარმომადგენელს დაურიგდა კონვერტის სახით. ანუ ყველამ წაიკითხა. მეტიც შეიძლება ითქვას. იმავე კვირაში თითქმის ყველა ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ცნობა აი ამ პეტიციის შესახებ. მეტიც შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი ვალამ ჩერქეზიშვილის გამოისობით და ორგანიზატორობით ხდება. მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ამერიკაში თვითონ ტექსტიც დაიბეჭდა. აი ამ პეტიციის მთლიანი ტექსტი დაიბეჭდა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვალამის უზარმაზარი ორგანიზატორული საქმიანობის შედეგად. მაგრამ ჩვენთვის ნაცნობი ისტორია ის არის, რომ ევროპა და იგივე ამ ჰააგის საერთაშორისო მეორე კონფერენციამ ვერ გაბედა აი ამ პეტიციის დღის წესრიგში განხილვა. ისინი მოერიდნენ რუსეთის ავტორიტეტს და ვერ გაბედეს, რომ მისი საწინააღმდეგო დოკუმენტი, სამართლებრივი დოკუმენტი განეხილათ და შეეტანათ კონფერენციის დღის წესრიგში. მე მგონი ნაცნობი ის არის, რა ქვია, ისტორია რა. მერე გაგრძელდა ეს ისტორია და მერე
სამწუხაროდ სოფლიო ვერ დაგვეხმარა ჩვენ პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. მე არავითარ შემთხვევაში ევროპას არც ბრალს ვდებ და არც არაფერი პირიქით მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელსაც როგორც ავტორი და როგორც პიროვნება და როგორც მეცნიერი ევროპის ერთ-ერთი მოიმედე ვარ. პირიქით მე მინდა რომ ეს ყველაფერი ითარგმნოს ინგლისურად და მინდა რომ ყველა ელჩს დაურიგო, კი არ მივყიდო, დაურიგო, რომ მათ გაითავისონ ეს მაგალითი, რომ მესამედ არ გაიმეორონ ის შეცდომა, რომელიც მათმა წინაპრებმა ჩაიდინეს. განზრახ თუ განუზრახველად, აი ეს გახლავთ კი ბატონო ჰააგის კონფერენციის ფოტო, სადაც ესე იგი კონვერტებში გაეცნენ ამ პეტიციას, მაგრამ დღის წესრიგში არ შეიტანეს. რა თქმა უნდა, ბოდის ვიხდი ერთ ჩავერთვები და ერთ ნაკლებად ცნობილ ფაქტზე მინდა გითხრათ, რომ 70 წლის შემდეგ აი ჰააგის ამბებიდან 14 აპრილის შემდეგ შეიქმნა ეგრეთ წოდებული ენის პეტიცია, სადაც იყო დასაბუთებული, რომ რუსეთი თანათან ამცირებს სასწავლო საათებს ქართული ენისა სკოლებში და უმაღლესებში და რომ ქართული აი როცა დისერტაციების დაცვა რუსულ ენაზე დადგინდა, როცა ხოდა ამას ეძღვნებოდა ესა და ხელს აწერდა დაახლოებით 380-მდე ადამიანი, სახალხო არტისტები, მწერლები, მეცნიერები, აწერდნენ აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიკობავა, გიორგი ჩიტაია, ესენი აი ეს დიდი ქართველი მეცნიერები, მსახიობები, ვერკვან ჯაფარიძე იყო, აი ეს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი და მე ეს გაეგზავნა ბრეჟნევს მოსკოვში და შემდეგ გაეგზავნა მადრიდის შეხვედრაზე, რომელიც იყო მეორე იმის ჰელსინკის შეხვედრის შემდეგ. და როდესაც იქ იყო ლაპარაკი და ითქვა, რომ რუსეთი არ არარღვევს ადამიანის უფლებებს, სწორედ ეგ დაუდეს ამ საბჭოთა დელეგაციას მაგიდაზე. რაც რა თქმა უნდა ძალიან უსიამოვნო იყო მათთვის. აი 70 წლის გამეორდა ეგ ამბავი დაახლოებით. ანუ ესე იგი აქაც ანალოგიურ ნახევრად ანალოგიურ ისტორიასთან აქვს საქმე. ხო, ნაკლებად ცნობილია. ხო, ეს პეტიცია, სხვათა შორის, პეტიციას 3000-მდე კაცი აწერდა ხელს, როგორც იტყვიან, რიგითი ქართველები. მე ძალიან გამიხარდა პირადად, რომ ერთ-ერთი ხელისმომწერი იყო ვინმე ელიაზარ შველიძე. ესე იგი, ჩემი რაღაც შორეული წინაპარი და უბრალოდ გამიხარდა სახლი გამიხარდა, რა თქმა უნდა, ხო და შემდეგ ამ ეს წერილი ისე ოლივერ უორდროპის ცნობით ინახებოდა ლონდონში, ბოდლის ბიბლიოთეკაში და ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ, ჩემმა მეგობარმა, ახალგაზრდა მეგობარმა მიაგნო ამ პეტიციას და ეს გვარები მთლიანად გამოაქვეყნა. ბექა კობახიძემ პოსტი დადო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მე ალბათ მე წინჩიაც გამოაქვეყნებს თავის წიგნში. კი ბატონო, ხო, და მე ბარემ რო გავაგრძელოთ, ესე იგი, ვალამის პატრიოტული საქმიანობა, მე ახლა უკვე მივადგეთ პირველი რესპუბლიკის ხანას. პირველი რესპუბლიკის ხანაში ვალამი უფრო ადრეც, ესე იგი, როცა ნიკოლოზ მეორე დაამხეს, ის მაშინვე გაჩნდა პეტერბურგში, მაშინ პეტროგრადში, მაშინვე ჩამოვიდა, ესე იგი, რუსეთში და იქიდან საქართველოში, რა თქმა უნდა. მას არაფერი არ აკავებდა. მისგან განსხვავებით ისი ცოტათი უფროსი მეგობარი პეტრე კროპოტკინი, რომელიც მისი მეუღლესთან მიწერ-მოწერა არსებობს, ხანდახან სხვადასხვა ქალაქებში როცა იყვნენ და მის მეუღლესთან ერთად თითქმის ყოველ დღე აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ ის მხოლოდ საბჭოთა რუსეთში დაბრუნდა. მერე გვიან დაბრუნდა. კი ბატონო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩამოვიდა საქართველოში
და როცა შეიქმნა ეგრეთ წოდებული ინტერპარტიული საბჭო და მე ეროვნული საბჭო, სადაც ქართული პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ, ესეც საყურადღებო ფაქტია, რომ გაერთიანდნენ ისინი, ყოფილი მტრები, ყოფილი ერთმანეთის კრიტიკოსები, ყოფილი ერთმანეთის მოწინააღმდეგენი 1917 წლის აპრილში ერთად დასხდნენ და ერთად შეებნენ ქართული სახელმწიფოს აღდგენის ფერხულში, როგორც იტყვიან, თუ უხელში, უпростоრად. დიახ, ვალამი ჩამოვიდა ამ ინტერპარტიული საბჭოს რამდენიმე სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა ეროვნული საბჭოს მერე, ინტერპარტიული საბჭოს მერე ეროვნული საბჭო ეწოდა. მისი დავალებით რამდენჯერმე პეტროგრადშიაც იყო, მათ შორის ერთ-ერთი დავალება ის იყო, რომ ქართული ჯარი უნდა შემდგარიყო, ქართული კორპუსი. და შემდგომში ყველაზე დიდი საქმე მან ის გააკეთა, რომ როდესაც პარიზში ცნობილი სამშვიდობო კონფერენცია შედგა, რომელიც 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ამ კონფერენციის სხდომები, აი სწორედ ამ დროს მან გამოსცა წიგნი ფრანგულ ენაზე, რომელიც ჯერ წერილების სახით დაიბეს და მერე პატარა ბროშურის სახით გამოქვეყნდა, საქართველო მისი წარსული და აწმყო. მე შეიძლება ზუსტი რაღაც ერთ სიტყვაში მქონდეს განსხვავება. დიახ და აქ გადმოცემული იყო მოკლედ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორია დაწყებული ძველი საუკუნეებიდან, წელთაღრიცხვიდან, მერე შუა საუკუნეები, მერე გეორგიევსკის ტრაქტატი, მერე რუსეთის მიერ დაპყრობა, მერე დამოუკიდებლობის აღდგენა და მერე თხოვნა პარიზის კონფერენციისადმი, რომ ეხლა მაინც ცნონ, ესე იგი, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ფრანგულ ენაზე გამოქვეყნება, რა თქმა უნდა, დიდი საქმე იყო ძალიან, იმიტომ რომ მაშინდელმა ქართველებმა კი არა, დღევანდელმა პოლიტიკოსებმა არ იციან საქართველოში რა ხდება თავიდან ბოლომდე. ეხლა მაშინ რა უნდა მოგვეთხოვა ჩვენ კლემანსოსათვის და ლოიდ ჯორჯისათვის, სად რა პრობლემები ქონდა საქართველოს. ამიტომ ის პარიზის კონფერენციის სამუშაო ენაც ფრანგული იყო და ამიტომ ფრანგულ ენაზე გამოქვეყნება, აი როგორც იტყვიან, მისწრება იყო როგორც მსოფლიო ლიდერებისთვის, ისე ქართული დელეგაციისათვის, რომელიც იქ იმყოფებოდა. იქ იმყოფებოდა სამკაციანი ქართული დელეგაცია, უпростоრად ორკაციანი, ერთი გახდათ კარლო ჩხეიძე და მეორე ირაკლი წერეთელი. დიახ, და მერე მესამე დიდი საქმე. მესამე დიდი საქმე განსაკუთრებულია, მე თუ მკითხავთ, ჩვენ ვიცით, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება გერმანიის მფარველობის და მოკავშირეობის გამოისობით მოხდა. გერმანიამ დაგვიფარა ჩვენ ოსმალური ინტერვენციისაგან, გადაგვარჩინა, მაგრამ გერმანია მოგეხსენება დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში და გამოეთიშა ჩვენი მხარდამჭერების მცირერიცხოვან ჯგუფს და აქ გერმანიის ჯარების მაგივრად შემოვიდა ანტანტის ჯარები შემოვიდა. და განსაკუთრებით ამიერკავკასია წილად ხვდა დიდ ბრიტანეთს. ბრიტანელები სამწუხაროდ გერმანელებისაგან განსხვავებით, რომლებიც ძალიან კარგად იდეალურად იქცეოდნენ საქართველოში და ამიტომაც მათი გაცილება იყო აი რაღაც დრამა, როგორც იტყვიან, ესე იგი ტიროდნენ, რომ გადიოდნენ აქედან ქართველები და გერმანელებიც. ახლა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით არ ვამბობ, რა თქმა უნდა, არ ქვითინებდნენ, მაგრამ ძალიან გულის ტკივილით მიდიოდნენ მასპინძლების და სტუმრებიც. მასპინძლები გულის ტკივილით რჩებოდნენ, სტუმრები კიდე გულის ტკივილით მიდიოდნენ. ანტანტის ჯარი ცოტა ცუდად იქცეოდა და ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ ანტანტის მოსისხლე მტერი იყო გერმანია და ამიტომ უნდა გაუგოთ მაშინდელი ანტანტის ჯარებს, ოფიცრობას, რომ აქ ცოტა ამრეზით გვიყურებდნენ და მათი უკმაყოფილო იყო არა მარტო მოსახლეობა, არამედ მთავრობა, იგივე ნოე ჟორდანია, იგივე ევგენი გეგეჩკორი და ასე შემდეგ.
და უარყოფით განწყობის მერე ვალამ ჩერქეზიჩვილმა იმდენი გააკეთა იგი ხო ყველას იცნობდა ინგლისურ და ბრიტანულ ელიტაში იცნობდა დიდ პატივს სცემდნენ მას როგორც ისეთ ერთიან და მთლიან პიროვნებას ინგლისელები არა მარტო ინგლისელები დიახ მან იმდენი უჩიჩინა ეს ჩემი სიტყვა არ არის ეს არის გრიგორ რობაქიძის სიტყვები რომ შედიოდა ყველგან და ყველგან გრიგორ რობაქიძის სიტყვები და იმდენს უჩიჩინებდაო რობაქიძის პერიფრაზით მომყავს ახლა ზუსტად ვერ მოვიყვან მის სიტყვებს იმდენს უჩიჩინებდაო რომ ცოტა ახლა დღევანდელ ჟარგონსაც ჩავთავ ცოტა ეგონათ რომ ვერ იყო რა აი ეს შეაწუხა ესე იგი ეს იმდენად პატრიოტიზმი, იმდენად მამულიშვილი იყო, რომ შეიძლება თვითონ მორიდებული კაციც იყო, მაინც თავის თავს აფიშირებას არ უწევდა, მაგრამ ქართული საქმისათვის ყველას და ყველასთან შედიოდა. და ლორდ კერზონი, რომელიც გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, დაიყოლია იმაზე, რომ ოლივერ უორდროპი გამოეგზავნათ როგორც საქართველოში და კავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენელი. და ეს გააკეთა კერზონმა და მისი გამოისობით ახლა ლორდ კერზონი საგარეო საქმეთა მინისტრი მისი გამოისობით 1919 წელს საქართველოში ჩამოვიდა ჩვენი დიდი მეგობარი ოლივერ უორდროპი როგორც ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი. ახლა ესეც ესე იგი არანაკლები პატრიოტი ქართული საქმის. სიყვარულით გამსჭვალული ყოველგვარი ქართულისადმი. ყოველ დღე და დღეში ორჯერ ესეც ხვების შეფასებაა, მე არ ვამბობ, მე ჩემი დანამატი არ არის, ესეც ყოველ დღე გზავნიდა მოხსენებებს. რომ დაგვეხმარეთ, რომ მიეხმარეთ, აქ ეს ახდება, იქ ის ახდება, აქ პარლამენტის ხტომა შედგა, აქ ის შედგა, საჭიროა თქვენი დახმარება, საჭიროა თქვენი ჩარევა. თვითონ კერზონი ამბობს, რომ ოლივერ უორდროპი ბომბავდაო თავისი ტელეგრამებით, ყოველდღიური ტელეგრამებით. რა თქმა უნდა, იქვე უნდა ვიგულისხმოთ ვალამ ჩერქეზიშვილი, იმიტომ რომ ისინი ხშირად სტუმრობდნენ. ჩერქეზიშვილი ჩამოსული იყო მაშინ თავის მეუღლესთან ერთად. ეს მეუღლე პირველად დავაფიქსირე, რომ მას ყავდა უკვე სადღაც 1900-იანი წლებიდან. ყოველ შემთხვევაში 1906 წელს, როდესაც დიახ ეს ქალბატონი ფრიდა რუპერტუსი, მისი მეუღლე და ფრიდას და მისი სახელი სამწუხაროდ ცნობილი არ არის. შეიძლება მაგ ფოტოს ფრანგულად აწერია, მაგრამ მე აღარ მიმიქცევია ყურადღება. აი ამ ქალის მეუღლე გახლდათ ის ცნობილი კორნელისენი, ქრისტიან კორნელისენი, რომელსაც მე შევეხები თქვენის ნებართვით. ყოველ შემთხვევაში ფრიდა და მისი მეუღლე ვარლამი ყოველდღიურად სტუმრობდნენ ოლივერ უორდროპს. ოლივერ უორდროპი სადღაც მთაწმინდის უბანში ცხოვრობდა, იმიტომ რომ ოლივერი ხშირად წერდა თავის მეუღლეს წერილებს და ის წერილებიც ბექა ყობახიძემ გამოაქვეყნა და ხშირად წერდა, რომ აი ფრიდა და ვარლამი იყვნენ ჩვენთან, ერთად გადავყურებდით თბილისს და ასე შემდეგ და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მათი შეხვედრები და მათი ურთიერთსტუმრობა რა შეეხებოდა ახლა ისინი ქუჩაში რა ხდებოდა იმაზე რა ბუნებრივია არ ისაუბრებდნენ ისინი საქართველოსზე და საქართველოს ბედზე და საქართველოს ევროპულ დახმარებაზე საუბრობდნენ ალბათ საათობით. ასე უნდა წარმოვიდგინოთ რა თქმა უნდა. კი ბატონო. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ იმ დაბომბვებში, ტელეგრამებით დაბომბვებში ვალამის ხელიც ერია, იმიტომ რომ ვალამი უფრო იცნობდა აქაურობას, აქ მიმდინარე ამბებს და ის ბევრ ამის უკან ნახევდა ოლივერს რა უნდა მიეწერა, როგორ უნდა მიეწერა და რანაირად უნდა მიეწერა.
მაგრამ ეს ყველაფერი, მეგობრებო, ყველაფერი დრამით დასრულდა, ქართული პირველი რესპუბლიკა დაემხო, დაიღუპა ისევ დამპყრობელის ხელით და ვალამ ჩერქეზიშვილი ისევ დაბრუნდა თავის მეორე სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში და იქ აღესრულა 1925 წელს. წეგან რო დაგპირდით, კიდევ ერთ რევოლუციურ აქციასთან არის დაკავშირებული ვარლამის სახელი, მაგრამ გავიხსენებ იმასაც თქვენის მევართვით. საქმე იმაში გახლავთ, რომ 1904 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-იაპონიის ცნობილი ომი, სადაც ესე იგი იაპონიამ სასტიკად დაამარცხა რუსეთი, მაგრამ იაპონელები ჭკვიანი ხალხი იყო და მან ამ ომის მიმდინარეობის დროს ხوار გადავაჭარბეთ დროს. არა. დიახ, გამოყო ფული, დიდძალი ფული იაპონიის მთავრობამ, რომლითაც უნდა დახმარებოდნენ რევოლუციურ პარტიებს, რათა მათ რევოლუციური აქციები განახორციელებინათ და მათ შორის იარაღი შეეძინათ და შემოეტანათ რუსეთში. ეს საქმე დაევალა იაპონიის სამხედრო ატაშეს, ჯერ სკანდინავიაში და მერე საფრანგეთში, ვინმე პოლკოვნიკი მოტოძირო აკაში, რომელიც პირველ რიგში დაუკავშირდა ქართულ ემიგრაციას და ფინურ ემიგრაციას. ცნობილ ემიგრანტ პოლიტიკოს ცილიაკუს და ჩვენ ცნობილ გიორგი დეკანოზიჩვილს. ეს გიორგი დეკანოზიჩვილიც დაკარგული კაცი იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მე გამოვაქვეყნე წიგნი გამოკვლევა გიორგი დეკანოზიშვილის შესახებ, ჩემს ახალგაზრდა ისტორიკოსთან ერთად, მაშინ სტუდენტი იყო გიორგი გაფრინდაშვილი, მან 1-2 თავი გააკეთა ამ წიგნში, მაგრამ ეს რევოლუციური აქცია აი ამ წიგნში თითქმის დეტალურად მაქვს აღწერილი. გიორგი დეკანოზიშვილმა ამ ფულით მარტო თვითონ ის უზარმაზარი ორგანიზატორი გახლდათ და ის იყო ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ ჯორჯაძესთან ერთად. ამ ფულით შეიძინა გემი სირიუსი სახელად, დატვირთა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არალეგალურად მიმდინარეობს, დატვირთა 8000 ან 8500 ფულით თოფით, შაშხანით, იქ მისცემულია ეგრეთ წოდებული შვეიცარიული ვეტულისის ფირმის თოფი. ეს ერთ-ერთი უახლესი მოდელი იყო. დიახ, ეს გახლავთ ბატონი პოლკოვნიკი მოტოძირო აკაში და ეს გემი შემოვიდა 1905 წლის ნოემბრის დღეებში და ფოთისა და ბათუმის სადღაც შუაში გაჩერდა, სანაპირომდე არ მოსულა, იმიტომ რომ ჟანდარმერია ეს არ უნდა შეემჩნია. დიახ და ამ საქმეში ვარლამ ჩერქეზიშვილი პირველი მეკავშირე იყო გიორგი დეკანოზიშვილის, იმიტომ რომ ის დაეხმარა, ვარლამი დაეხმარა დაკავშირებოდნენ ჰოლანდიური ანარქიზმის ერთ-ერთი ვარსკვლავი ლიდერი გახლდათ ცნობილი ქრისტიან კორნელისენი, აი რომლის მეუღლე ფრიდა რეპერტუსის და იყო, ანუ ქრისტიანი და ვარლამი ფაქტობრივად რა ნაცვლები გამოდიან, ქვისლები გამოდიან, კი ბატონო, და ამ ქრისტიანის გამოისობით იქნა ეს უზარმაზარი სამხედრო ოპერაცია. ეს სირიუსის ეკიპაჟი, სხვა შორის ეხლავე რო არ დამავიწყდეს, უნდა გავიხსენო, რომ ამ გემზე ორი ქართველი იმყოფებოდა, ნაზარეშვილი და რაც მთავარია გიორგი სიხარულიძე, რომელმაც მერე მოგონებები გამოაქვეყნა აი ამ 2 კვირის მანძილზე მოგზაურობის. როგორ გამოიარა სირიუსმა გიბრალტარი,
როგორ გაჩერდა მარსელში, როგორ წამოვიდა იქიდან ბერძნულ წყლებში, როგორ შემოვიდა მარმარილოს ზღვაში, გამოიარა ის რა ქვია, ის ოსმალეთის წყლები განსაკუთრებით საშიში იყო, იმიტომ რომ იქ ესე იგი მარტო ქთამს თუ მისცემდი. სხვანაირად არ გამოგატარებდნენ, სხვანაირად დაიჭერდნენ და ამხელა შრომა წყალში ჩაიყრებოდა და მოგთამეს ესე იგი ეს რა ქვია, სამსახურები და ბოსფორის შუდობით გამოიარა. იქ იყო კიდე ერთი პატრიოტი კაცი პალიკოყოფა ყიფიანი. მეგობრებო, ეს ყველაფერი ეხლა ბოლო წლებში, ბოლო 10 წლეულებში ხდება ჩვენ რამხელა შრომა, რამხელა ომი, რამხელა ბრძოლები არის გადატანილი ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის და დღეს ესე იგი ვეღაცები რომ წერდნენ და რა ვიცი, ეხლა სხვა რა გონიათ ასე რომ თითქოს ეს დამოუკიდებლობა ციდან ჩამოვარდა. არავითარ შემთხვევაში ეს უზარმაზარ შრომასთან და ეს ციდან ჩამოვარდნა დაკავშირებულია ქართულ ეროვნულ მოძრაობასთან, დაკავშირებულია პოლონურ ეროვნულ მოძრაობასთან, დაკავშირებულია ყველა ხალხების ეროვნულ მოძრაობასთან, რომელმაც გამოფიტეს რუსეთის იმპერია. და ამ საქმეში ერთ-ერთი უზარმაზარი წვლილი ვარლამ ჩერქეზიშვილის მიუძღვის. კიდევ ბევრი შეიძლება მასზე ითქვას, კიდევ ბევრი შეიძლება მასზე დაიწეროს. და ეს ყველაფერი, რა ვიცი, ალბათ მომავალში კიდე კვლევა, მე ვიცი, ჩემი ახალგაზრდა მეგობრები, სტუდენტები, დოქტორანტები აგრძელებენ მუშაობას ვარლამ ჩერქეზიშვილს და მინდა გავიხსენო, ნოდარ ჩხაიძე, ერთ-ერთი ახალგაზრდა ისტორიკოსი, რომელმაც რამდენიმე ახალ ცნობას მიაგნო აი ამ ვარლამთან დაკავშირებით და სხვაებიც შეიძლება რომ გავიხსენო, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და კვლევას ვარლამ ჩერქეზიშვილის მემკვიდრეობას. ორი საკითხი მინდა არის, ამ ალბათ არ იქნება სრული ეს ჩვენი შეხვედრა, რომ როგორც კონსპიროლოგზე, რომ მართლა განსაკუთრებული ის უნარი ქონდა კონსპირაციის მიუხედავად იმისა, რომ ეძებდნენ გამალებულების მეფის ჟანდარმერია, ეს არაერთხელ იყო ჩამოსული იმაში რუსეთის იმპერიაში, თვეობით იყო ახლა და როგორც კი იგრძნობდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ალღოს პატრონი იყო ეთქობა კიდე ყველაფერთან ერთად, რომ შეიძლება დაეჭირათ, გადიოდა, მე ისევ შემოდიოდა და ეს არაერთხელ არის შემოსული და მისი ძებნა იყო ერთი ეგა და მეორე მარქსის კრიტიკა. მისი წერილები აქვს ხო მარქსის კრიტიკაზე, იქნებ ამაზე რო გითხრათ. პირველი რაც შეეხება, ესე იგი მართალი ვძანდებით აბსოლუტურად, ის მე დადგენილი მქონდა, რომ აი ამ ლონდონური ემიგრაციის წლებში ორჯერ სამჯერ იყო ჩამოსული, აი წერან რომ თქვი ახალგაზრდა მკვლევარი ნოდარ ჩხაიძე, იმან გამოავლინა რომ 4ჯერ ყოფილა, ესე იგი კიდე ერთი ჩამოსვლა მიუმატა მის კონსპირაციულ იმას რა ქვია საქმიანობას, ვალამის საქმიანობას და აქ ზოგჯერ როგორც მხატვარი იყო ჩამოსული, ზოგჯერ როგორც უცხოენების მასწავლებელი და სხვადასხვაგან ცხოვრობდა, ესე იგი, მაგრამ იმდენი მეგობარი და იმდენი თანამზრახველი და იმდენი მათ შორის უმაღლეს წლებში ყავდა და მათ შორის ჟანდარმერიაში და პოლიციაში, საიდუმლო პოლიციაში, რომ ისინი აფრთხილებდნენ ხოლმე და დროზე მიდიოდა ხოლმე აქედან. ერთ-ერთი ბოლო ჩამოსulis დროს 2 კვირით ადრე გააფრთხილეს და მე ესე იგი ვერსად ვერავინ და ვერ რა გზით წავიდა, როგორ წავიდა, რანაირად წავიდა, ვერავინ ვერაფერი ვერ გაუგო. ამიტომ ესე იგი იღბალთან ერთად ალბათ მის კონსპირაციულ ნიჭს უნდა დავაბრალოთ ეს ყველაფერი, თორე მარტო იღბალი ვერ უშველი და რა თქმა უნდა. კი ბატონო. და მეორე რა ბრძანეთ? მარქსის კრიტიკა საინტერესო წერილებია ესენი. ეს ერთ-ერთი საინტერესო და უზარმაზარი საქმე, რომელმაც ესე იგი დიდი კვალი დატოვა და რომელმაც სახელი გაუთქვა მას როგორც თეორეტიკოს, კონცეპტუალისტს და როგორც თეორეტიკოსს. მან 1896 წელს
ჯერ პარიზში და მერე ბრიუსელში გამოაქვეყნა ორი წერილი, ორი ნაშრომი. ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან ერთი და მეორე ინტერნაციონალის წინამორბედები. ორივე ნაშრომი ბატონებო და მეგობრებო ჯერ იმით არის საინტერესო, რომ დღემდე ზოგჯერ 14 ჯერ სხვა ქვეყანაში 16 ჯერ თვითონ საბჭოთა რუსეთში ჯერ უფრო ადრე მეფის რუსეთში გამოიცა შეცვლილი სახელით მარქსიზმის დოქტრინები და მერე თქვენ წარმოიდგინეთ საბჭოთა რუსეთში ორჯერ გამოიცა 30-იან წლებში, 20-იან 30-იან წლებში და ორჯერ ეხლა, აი ამ უკანასკნელ წლებში. შუა წლებში გაწყდა და მისი ხსენება აღარ შეიძლებოდა, მაგრამ აი ეხლა ამ ეგრეთ წოდებული რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის წლებში კიდევ ორჯერ გამოვიდა. რაც მთავარია, ეს ნაშრომი ითარგმნა ყველა ცივილიზებული ევროპული ქვეყნის ენაზე. ესპანურად, ფრანგულად, ინგლისურად მაშინვე ითარგმნა. ამერიკაში რამდენჯერმე გამოვიდა. მათ შორის ესე იგი იაპონურად და ჩინურად. ეს უიშვიათესი მოვლენაა, იმიტომ რომ თანაც ეს მოხდა ძირითადად აი 1904 წლებამდე. არა მე ალბათ ჩვენ გაგვიჭირდება რომელიმე ქართველი ავტორი დავასახელოთ ისეთი, რომელიც აი თუნდაც 1904 წლისათვის აი მსოფლიო მასშტაბით სცემდა წიგნებს და ცნობილი იყო ამდენ ენაზე თარგმანით. რას აკეთებდა ამ ნაშრომებში? პირველ რიგში მან დაადგინა რომ მარქსი და ენგელსი და განსაკუთრებით ენგელსი ბევრ შემთხვევაში ჩვენ ხო აბრალებდით მათ, რომ აი აღმოაჩინეს, ის აღმოაჩინეს და უამრავი ის აღმოჩენები იყო მითვისებული განსაკუთრებით ენგელსის შემთხვევაში სხვა ევროპელი მოაზროვნეებისაგან. აი მაგალითად ისეთი მე ახლა ერთ-ორ დავასახელებ, იმიტომ რომ სხვა ახლა ბევრ თეორიულ წიაღსვლებს მოითხოვს და ამდენი დრო არ გვეყოფა ალბათ. ერთ-ერთი მათგანი მაგალითად ეგრეთ წოდებული ხელფასის კანონი, ხელფასის მინიმუმის კანონი. ეს იყო მიჩნეული როგორც ენგელსის და მარქსის ერთობლივი აღმოჩენა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ხელფასის ეგრეთ წოდებული მინიმუმის კანონის შესახებ რიკარდოზე და აი სახელგანთქმო პოლიტეკონომიის ფუძემდებლებზე ადამ სმიტი, რიკარდო და დიახ, აბსოლუტურად მართალი ხართ. იმათაც კი ყავდათ წინაპარი ტიურგო, ვინ ფრანგი მოღვაწე, რომელიც მინისტრიც იყო მე მგონი. კი, ლუდოვიკოს კარზე. დიახ, და ამ რიკარდომ და სმიტმა უკვე მეცნიერო პოლიტიკურ ეკონომიკური სახე მისცეს ამას. და აი ამაზე პირდაპირ წერდა კომუნისტური პარტიის მანიფესტში და მერე მოგონებებში და მერე სხვა სტატიებში, რომ ენგელსი რომ ესო მე და მარქსმა აღმოაჩინეთ. ნუ ეხლა მარქსისტებს ვინც იცნობს, არავის არ გაუკვირდება ეს მითვისების ფენომენი, როგორც იტყვიან. ან კიდე აი ყველაზე მარტივი მაგალითი. პლაგიატში ამხილა. ბატონო? პლაგიატში ამხილა, პლაგიატში. პლაგიატში, დიახ, სხვა არაფერია პლაგიატი, ლიტერატურული ქურდობა, მეტი არაფერი. სხვა რო არაფერი, ესე იგი, აი ყველაზე მარტივი მაგალითი, ეგრეთ წოდებული პირველი ინტერნაციონალი, ეხლა პირველი ინტერნაციონალის დაარსება და ეგრეთ წოდებული ვითომ მარქსმა და ენგელსმა დაარსეს პირველი ინტერნაციონალი. ეხლავე რომ ჩვენმა მსმენელებმა თუ მაყურებლებმა გადაშალონ საკუთარ სახლებში, ბინებში ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ან კიდე თუნდაც რუსული ენციკლოპედია, ეხლა ბოლო გამოცემა არ ვიცი, მაგრამ საბჭოთა ენციკლოპედია, იქ წაიკითხავს, რომ პირველი ინტერნაციონალი მარქსმა და ენგელსმა დაარსეს. არავითარ შემთხვევაში. ეს ძალიან კარგად იყო ცნობილი უკვე 1860-იან, 70-იან, 80-იან წლებში, რომ
ინტერნაციონალის დამაარსებლები იყვნენ ინგლისელი ოუენისტები და ფრანგი პრუდონისტები. ფრანგი ანარქისტები, აი პრუდონი წეგარო ახსენე, მსოფლიო ანარქიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი, აი ეს იყო, ესე იგი, ერთ-ერთი ფუძემდებელი, უпростоრად ის კი არა, პრუდონის მიმდევრები იყვნენ, სახელებსაც ასახელებს ვალამ ჩერქეზიშვილი თავის ნაშრომებში, ერთი იყო ოჯერო ან ოჯერი, მეორე იყო კრიმერი, ესენი იყვნენ დამაარსებლები და მათ რამდენიმე მხარდამჭერი და თანამოაზრე ყავდათ. მარქსი იყო პირველი ინტერნაციონალის ერთ-ერთი პირველი შეკრების მონაწილე და გერმანული სექციის თავმჯდომარე. ანუ ესე იგი გერმანიის წარმომადგენელი, სამდივნოს წარმომადგენელი. და ენგელსი საერთოდ არ ესწრებოდა აი ამ ინტერნაციონალის პირველ შეხვედრას, პირველ კონფერენციას, პირველ ყრილობას თუ რაც გნებავთ ის დავარქვა. საერთოდ არ იყო ის კაცი, ესე იგი ამ ეგრეთ წოდებულ სხდომაზე. რანაირად იყო, ესე იგი, ან ენგელსი, ან მარქსი ინტერნაციონალის დამაარსებელი. სხვა ამბავია, რომ შემდგომ წლებში მათ რა თქმა უნდა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულეს, ოღონდ არავითარ შემთხვევაში წამყვანი სხვებთან ერთად. აი ეს ერთი მაგალითი ეგრეთ წოდებული, თქვენ ბრძანეთ პლაგიატობის და სხვა მეტი არაფერი. კიდე იყო იქ ლაპარაკი, ესე იგი, აი თქვათ იგივე ენგელსის ნაშრომებში ჩვენ როგორც ისტორიკოსებს უნივერსიტეტშიც გვასწავლიდნენ და პოლიტეკონომიაშიც ბევრჯერ არის ნახსენები ენგელსის ცნობილი შრომა ოჯახის კერძო საკუთრებისა და არა საყოველთაოდ ცნობილი ის იყო, რა ქვია, ნაშრომი იყო. აქ მთელი რიგი ეპიზოდები და მთელი რიგი ეგრეთ წოდებული კანონები გადაღებულია ძალიან ცნობილი და სახელგანთქმული ამერიკელი ეთნოლოგისგან, ეთნოგრაფისგან და დიდი მეცნიერისგან, ეს გახლავთ ამერიკელი ეთნოლოგი ლუის მორგანი, რომელიც ათეული წლების თუ არა ვცდები 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ცნობილი იროკეზების ტომში. რა თქმა უნდა შეიძლება ეპიზოდებით დიდი ხანი ცხოვრობდა, მერე მიდიოდა და აკვირდებოდა, ესე იგი იროკეზების ცხოვრება მან თავიდან ბოლომდე შეისწავლა. და ეს თავის დიდი ცოდნა მოახმარა იმას, რომ ეს პირველ ყოფილი თემური წყობილების იმაში იყვნენ, სტადიაზე იყვნენ ეს იროკეზები და მან თავისი ცოდნა, თავისი გამოკვლევები დააყრდნო იროკეზების ცხოვრებას და ასე გაავრცელა პარალელები საერთოდ პირველ ყოფილი თემური წყობილების გლობალურ შესწავლაზე. აი აქედან ენგელსმა კი კაი ბლომად იქუხდა, მეგობრებო, იქ არის მთელი რიგი ეპიზოდები, ცალკეული კომპონენტების. მე ხლა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიდანვე არ დამიჯერებია. ისე დიდ კაცსაც კი არ უნდა ენდოს ისტორიკოსი, როგორც ვალამ ჩერქეზიშვილია. იმიტომ რომ მან ყველაფერს კრიტიკულად უნდა შეხედოს. სპეციალურად შევისწავლე მორგანის ნაშრომები, იგივე ესე იგი კიდე ერთი სახელი უნდა ვთქვა, ვიქტორ კონსიდერანი, ცნობილი ფრანგი ფურიერისტი, რომელმაც კომუნისტური პარტიის მანიფესტზე ადრე გამოსცა, რამდენიმე წლით ადრე, სოციალიზმის მანიფესტი. და აი აქედანაც კომუნისტური პარტიის მანიფესტში ძალიან ბევრი ფრაზა არის გამეორებული. ძალიან ბევრი ფრაზა. ისეთი გამეორებებია, წინადადებები არის პირდაპირ გადასული კონსიდერანის ნაშრომიდან ენგელსის და მარქსის კომუნისტური პარტიის მანიფესტში. სამწუხაროდ მე ბოლომდე ვერ მივყევი რას. ეს შეიძლება რომ მომავალმა მკვლევარებმა გააკეთონ, რომ თვითონ ეს ფრანგული თლიანად მანიფესტი არ წამიკითხავს. მაგრამ ის ფრაზები რომ შესამოწმებელია, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. რატო ვერ შევისწავლე? იმიტომ რომ
კონსიდერანის ნაშრომები რუსულ ენაზე არ არის საეჭვოდ თარგმნილი და მათ შორის არც ის ბიურე, ეგრეთ წოდებული ბიურე ფრანგი აკადემიკოსი, რომელიც დაკვირვებები აწარმოა ფრანგულ და ინგლისურად ბრიტანულ მუშათა უბნები შეისწავლა, საიდანაც მე ინგლისისა თარგმნა გერმანულად ენგელსმა და იქიდანაც მთელი წინადადებები გადაიტანა და გადათარგმნა კი არა, პირდაპირ გადაწერა. აი ეს ბიურეც ვერ შევამოწმე, რატო? იმიტომ რომ ისიც საეჭვოდ რუსულ საბჭოთა ენაზე არ იყო თარგმნილი. ხა საბჭოთა ენაში საბჭოთა პერიოდის რუსულ ენაზე არ იყო თარგმნილი. ეხლა მე მარქსი და ენგელსი არ არის ბოლომდე თარგმნილი საბჭოთა კავშირის დროს. ყველა თქმა უნდა. ეხლა მე მინდა თქვენ კითხოთ, მეგობრებო, რატო არ არის თარგმნილი? იმიტომ რომ გამომზეურდებოდა ბიურეს ნაშრომიდან ენგელსის პლაგიატობა და ვიქტორ კონსიდერანის ნაშრომიდან ენგელსის პლაგიატობა. ამიტომ ეს ავტორები საერთოდ ჩახლაფეს. ხედავთ როგორ ამუშავებდა საბჭოთა, ეხლა საბჭოთას იძახიან, ეხლა რუსულს ნაკლებად ხმარობენ ხოლმე. მოდი ესე ვთქვათ, საბჭოთა რუსული იდეოლოგია შესაშურად მუშაობდა, მე თუ მკითხავთ, რომ ყოველგვარ კვალს სპობდა, რომ არასასურველი იდეოლოგიური რამე ნაშრომი და რამე ავტორი არ შემოსულიყო რუსულ სივრცეში. ამიტომ აი ეს კონსიდერანი და აი ეს ბიურე ვერ შევამოწმე ბოლომდე. დანარჩენები ყველა შემოწმებულია და მე დაახლოებით აი 10 ბრალდება რომ გამოვყოთ ვალამ ჩერქეზიშვილი და ეს ნაშრომებიდან 8-ში თუ 9-ში აბსოლუტურად მართალია. მერე კიდევ სხვა მუხლებიც დაამატა და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი უპირველესი მოწაფე მარქსის და ენგელსის, როგორც კარლ კაუცკი იყო. კარლ კაუცკი ქართული ხალხის მეგობარი იყო სხვათა შორის, მან პირველ რესპუბლიკაზე გერმანულად გამოაქვეყნა წიგნი და აი ეს კარლ კაუცკი ნახევრად აღიარებს ამ ენგელსისა და მარქსის ცუგლუტობას. უფრო სწორად ენგელსზე უფრო უნდა ვთქვათ. ენგელსზე შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ იცუგლუტა, იმიტომ რომ იმისი თარგმნილია ეს წიგნები. ეს ბიურე, კონსიდერანი, იგივე ეს კომუნისტური პარტიის მანიფესტისა ეს პლაგიატური ნაწილები სწორედ იმისი ბრალია. მარქს ცოტა ნამუსი მოვწმინდოთ, როგორც იტყვია. ერთი რაღაც მინდა ვთქვა, წეგან რო ვახსენე აზერთან დაკავშირებით ლენინი მეთქი. 80-იანი წლების მეორე ნახევარში ან პერესტროიკის დროს მე ერთმა ჩემმა მეგობარმა, ახლა საქართველოში არ არის, ისევ გარახანია. წასულია. მაჩვენა წიგნი. ეხლა ყველა ქვეყანაში როცა ხდება რაღაცა მნიშვნელოვანი ისეთი მოვლენა, რომელიც შეიძლება ქვეყნის იმაზე იკონიოს პოლიტიკურ ვითარებაზე და არა მარტო ისა გავლენა, თუ გამოიძიებენ ამ საქმეს, ის მერე რაღაცა ხნით არის დაკონსერვებული და ვადებია ზოგს 20 წელი აქვს, ზოგს 30 წელი აქვს, ზოგს ქვეყანას 50 წელი აქვს ეს დათქმული. ხო და იქ იყო ისა გერმანული ის იყო თუ არ ვცდები წიგნი და იქ იყო რომ შვეიცარიაში ემიგრაციაში ყოფნისას 900-იანი წლების ასაწყისში 1902-ში თუ 3-ში როგორ სად ვის მიერ რა პირობით იყო გადაბირებული ლენინი გერმანიის დაზვერვის მიერ და იღებდა მათგან ისინი აფინანსებდნენ ამ ბოლშევიკების იქიდან ჩანს საქმიანობას და ისას როგორ შემოუშვეს ლენინი მე ეს ცნობილი აპრილის წესები რომ არის გერმანელებმა მატარებლით შემოიყვანეს და ის პროკლამაციები ბევრ რაღაცები რაც იბეჭდებოდა რაც ფული ჭირდებოდა იმ თებერვლის რევოლუციიდან ოქტომბრის გადატრიალებამდე გერმანელების ფულით ფინანსდებოდა. გასაგებია გერმანელი ეომებოდა რუსეთის იმპერიას და ესეთ ყველაზე ქმედითი და ძალა რომელსაც შეიძლება დაეზიანებინა ეს იმპერიული სახელმწიფო სისტემები იყო ბოლშევიკური პარტია ასე გამოთვალეს მათ და სწორედ გამოთვალეს. რუსეთი გამოთიშა. ბატონო აბსოლუტურად დიახ ჯერ დაასრულეთ კი ბატონო ეს ინტერნეტში არის ეს ინფორმაცია ხა ყველაფერი იმაზე არ არის ხშირად მაგრამ ინტერნეტში არსებობს ეგ რომ ლენინი იყო გერმანიის დაზვერვის აგენტი
აი რა არის იცით ეს თემა კარგად არის ცნობილი რომ ეს მართლაც ასე იყო ჯერ მარტო ის რომ ჟენევაში ცხოვრობდა რა შვეიცარიაში ვლადიმერ ილიჩი სხვა გზით ის ვერ დაბრუნდებოდა რომ გერმანელებს არ გაეტარებინათ ესე იგი თავის ტერიტორიაზე არ გადაესვათ ფინეთში და ფინეთის სადგურით არ შემოსულიყო პეტროგრადში. სხვა გზით უბრალოდ ის ვერ მოხდებოდა რუსეთში. რა თქმა უნდა, მაშინ უკვე აი როგორც ახლა წეგან მოტოძირო აკაშის მაგალითი მოიყვანე, ეს მარტო ახლა არ ხდება, მაშინაც ხდებოდა დაფინანსება რომელიმე სახელმწიფოს ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალის დაფინანსება, რომ ის ჩამოსულიყო ან ფულით დაეფინანსებინა გინა იარაღის შემოტანა, გინა თავისი მგზავრობა, ნებავთ გაზეთების გამოცემა, ნებავთ პროკლამაციების გამოცემა. ლენინი ერთ-ერთი ამადგანი იყო და მე ვერავ ხედავ რამე მიზეს, რომ ლენინს უარი ეთქვა ამაზე. ლენინი არ იტყოდა უბრალოდ. სხვათა შორის სხვა შემთხვევაში, დაახლოებით ეგეთ შემთხვევაში, პლეხანოვმა უარი თქვა იაპონურ ფულზე. იაპონური ფულის გამოყენებაზე. აი იარაღის შემოტანაზე რო ლაპარაკი, პლეხანოვმა უარი თქვა. ლენინმა ეთყობა უარი არა თქვა, რა ვიცი, რა გითხრათ. მაგრამ ეს საკმაოდ დამაჯერებელი ვერსიაა, რომელსაც რუსეთში გასაგები მიზეზების გამო ბოლომდე არ სწავლობენ და არ აქვეყნებენ, იმიტომ რომ არაპოპულარული თემაა. ო, ნუ ბუნებრივი სანამ ლენინი მავზოლეუმშია, ამაზე ამას არ ილაპარაკებენ. რუსები ჩვენსავით არ ექცევიან ისტორიას. მაშინაც როცა მარტო ბოლშევიკებზე შეიძლებოდა წერა, რუსეთში მაშინაც არაბოლშევიკურ პარტიებზე, ჩემ დროსაც, სტუდენტობის დროსაც ძალიან ბლომად იბეჭდებოდა დისერტაციები იცვლებოდა სხვა პარტიებზე, გნებავთ კადეტებზე, გნებავთ ესერებზე, გნებავთ ანარქისტებზე. ეს ჩვენთან იყო აკრძალული. იმიტომ რომ ჩვენ უფრო ნაციონალისტობაში დაგვდებდნენ რას და ამიტომ ჩვენ უფრო ვერიდებოდით ეგეთ რას და ეგრე გამოდის, რა ვიცი. არტო ეხლაც მოსკოვში გახსოვთ ალბათ ბაკუნინის სახელობის ქუჩებიც არსებობს. კროპოტკინის მეტროს სადგურიც არსებობს. ასე რომ ისინი არ გავიგებენ ამ ყველაფერს. ბატონო დიმიტრი, ძალიან დიდი მადლობა და ახლა ქუჩა ახსენეთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენებ. თბილისშიც არსებობს თურმე ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა. ეს როდის მოხდა ეს ხომ არ იცით? რომელი ქუჩა? ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა, არის სამგორის რაიონში. კი ბატონო, ამ ქუჩაზეა ლაპარაკი. ეს არის ორთაჭალის არა, არც ნახალოვკაა ეს. სამგორის რაიონი. ბატონო, ხო. იქ ესე იგი აი ბატონ გოჩას დიდი მონაწილეობით, ინიციატივით გაიხსნა ეს ქუჩა. სხვა შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ჯაბა სამუშია, ჩვენი მეგობარი, ესწრებოდა ამ გახსნას, მანაც მიიღო მონაწილეობა აი ამ ქუჩის გახსნაში. ბატონი ჯაბა დიდი ხანია იცნობს ჩემს სამეცნიერო თემატიკას და დიდი გულშემატკივარია თვითონაც ვარლამ ჩერქეზიშვილის და ისიც იღებდა აი ამ ქუჩის ნათლობაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, მონაწილეობას. მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, აი პირდაპირ ახლა დათომიცის ხანდახან შეკითხვები მიშთება ხოლმე და ახლა ეს სულ განაბული უსმენდი თქვენს მონათხოვს და ძალიან საჭიროა და საშურია და რა ვიცი, სირცხულია ჩვენი რომ ესეთ ადამიანებზე ესე ცოტა ვიცით საზოგადოდ, თორე სპეციალისტებმა ალბათ მეტი და მეტი იციან და დიდი მადლობა რომ დიდი მადლობა ბატონებო, მეგობრებო, დიდი მადლობა. ეხლა უკვე
ისეთი დროა მადლობა ღმერთს, რომ ვალამ ჩერქეზიშვილი, რომლის სახელი 10-მა და 100-მა კაცმა იცოდა, ეხლა უკვე სახელმძღვანელოებია, შედის სახელმძღვანელოებში, სტუდენტები სწავლობენ, ინტელიგენციამ იცის ეს სახელი და ნენელა უფრო პოპულარული ხდება და საგარეჯოს რაიონში ისევ აი ბატონი გოჩაფერაძის გამოისობით კაც სკოლას დაერქვა სახელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე თუ შემეწყო ხელი და ინგლისურად თუ ითარგმნა ეს ჩემს მიერ გაკეთებული დაწერილი ბიოგრაფია, უცხოეთში მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დაინტერესდებიან ამ ნაშრომით. ეჭვარ მეპარება. დიდი მადლობა. დიდო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და საგულისხმო იყო და უნდა გულახდილად ვთქვა, რომ მე შემშურდა შენი სტუდენტების. მადლობა. დიდი მადლობა, ბატონ დიმიტრი, დიდი მადლობა დათო, ეს იყო დარიოს ისტორიკოსთა კლუბი. აუცილებლად შევხვდებით მომავალ კვირას ასევე საინტერესო თემით. აი, გაწარდება. მადლობა. და ნახვამდის.